დაპირებული უნგრული ლეჩოს რეცეპტი ხათასგან და ეხლა მინდა ფერი და კონსისტენცია და ამბავი გაჩვენოთ, ნახეთ რა სილამაზეა და საკმაოდ ესენი ალბათ 800-იანები იქნება, ეს ხო არის 700-იანი ეს კილო, საკმაოდ 1 პორციიდან ეს კი საკმაოდ გამოვიდა ეს რაოდენობა. აი ესე პორციობით უნდა გავკეთო, ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ ხო, ეს არის საოცრება. ეს არის საოცრება. ვისაც გინდათ აი მართლა კლასიკური და ძალიან მაგარი ლეჩო ხათოსგან უნგრული რეცეპტი მიყევით ამ ვიდეოს ბოლომდე. მიყვარხართ. მოგესალმებით ხათოს და სანდროს სამზარეულოდან შემოდგომა გვიდგას კარზე, ყველა ქალბატონი ფუსფუსებს ოჯახში ზამთრისთვის ვემზადებით და ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ძალიან გემრიელი, ნამდვილი უნგრული ლეჩოს, პიკანტური ლეჩოს კლასიკური რეცეპტი, რომელიც გამოგივათ ძალიან ლეჩოს ქალბატონები სხვადასხვანაირად ამზადებს, ზოგი მარტივად, ზოგი ისე, ზოგი ასე. აი ეხლა გასწავლით მე თქვენ, აი ნამდვილი უნგრელები როგორ ამზადებენ ლეჩოს. ამისთვის დაგჭირდება ყველაფერი მე უკვე დავჭერი, ნახეთ, გავამზადე. აქ არის კილონახევარი დავაბლენდერე პომიდორი და კარგი ტომატი, კარგი კონსისტენციის ფაფა მივიღე. აქ არის 500-600 გრამი ალყა, ნახეთ როგორ დავჭერი, ხახვი, ნიორი და ძმარი დაგჭირდება ბოლოში. და მარილი, აი ეს სამი ინგრედიენტი დაგჭირდება ბოლოში, ესე დავაწყე. ეხლა ხახვი და ზეთი დაგჭირდება 250-300 მგ უნდა მოვთუშო კარგად, მე სტაფილო უნდა ჩავაყარო დაფნის ბოთოლთან, კარგად უნდა მოვთუშო. მე გავუკეთებ 1 ჩაის კოვს რა ქვია კაცო ამას შავ პილპილს, მსხვილს და 4-5 ცალი ღერი, ნახეთ, მიხაკის ღერი. აი რაღაც სასწაულ არომატს აძლევს. რა ჩემებს რა ვინაიდან ცხარე უყვართ, რამოდენიმე ცხარე წიწაკა, შაქარი აუცილებელია იმისთვის, ასპირინი არ გაუკეთოთ და არ გაგვიფუჭდეს, აუცილებელია შაქარი. როდესაც კონსერვირებულ რამეს ვაკეთებ, ყოველთვის შაქარი გაითვალისწინეთ და ეხლა დავცხებ მოვდაღავ ხახვს და ყველაფერს დეტალურად, რა თქმა უნდა, ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ, ქილებსაც დავასტერილებ თავის თავსახურებთან ერთად და ყველაფერს მთელი ღამე აუცილებლად უნდა შევფუთოთ დილამდე, ვინაიდან ჩვენ არ უკეთებთ ასპირინს, ამიტომ დილამდე უნდა შევფუთოთ, კარგად უნდა ვადუღოთ და ყველაფერს გაჩვენებთ. აბა დავიწყოთ და მივყვეთ რიგრიგობით რას ვაკეთებთ. ეხლა ამ ეტაპზე ხახვი უნდა შევავარდისფრო ზეთთან ერთად, ზეთი რა თქმა უნდა მიუჯუზე მომწოს, აი ერბოს გემოაქვს ქიშდები და მე თანმიმდევრობასაც გაჩვენებთ. ჩავყარე ხახვი, ალყა დაჭრილი, რაც შეიძლება თხლად დაჭერით. ალყა უნდა, აი ღერები უნდა იყოს ისეთი თხელი და ეხლა უნდა შევარდისფრეს ყველა ინგრედიენტი მზადა მაქვს, მე წავა სტაფილო დაფნის ფოთოლი. რაც მთავარია, თუ გინდა რომ კერძი გამოვიდეს ძალიან გემრიელი, უნდა ვიყოთ ფანტასტიკურ ხასიათზე, უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები კარგად იყოს, კარგი ზამთარი დაგვიდგეს და ასე შემდეგ, კარგი შემოდგომა გქონდეს და კერძიც გემრიელი იქნება. მიყვარხართ. შავი პილპილი და მიხაკი ჩავაყარე, რომ თავისი არომატი გაუშვას. ძალიან ხდება ლეჩოს. რამოდენიმე 1-3-4 ღერი მიხაკის. მეტი არ უნდა. ის თავი იმუშავებს და კაი არომატს გაუშვებს. ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს ლეჩოსი, მათ შორის საქართველოში სხვადასხვანაირად ამზადებენ, მაგრამ ეს უნგრული რეცეპტია და სხვათა შორის ერთი რეცეპტი ვნახე უნგრელების ვიჩინითაც აკეთებენ, ანუ ვიჩინას აჭრიან. ზოგი კარგი ხარისხის ძეხვით ამზადებს, მაგრამ მე ეხლა მინდა კლასიკური რეცეპტი შემოგთავაზოთ. ყველაფერს ხდება. აი სუფრაზე ზამთარში გახსნით ჩვეულებრივი გემრიელი სადილი, ხორცეული, არცაც გინდათ მიაყოლეთ, აი მოკლედ ძალიან
მე სხვათაშორის არ ვამზადებდი, დედაჩემი ძალიან ხშირად ამზადებდა ზამთრისთვის. ხახვი გახდა ოქროსფერი, ნახეთ, ფერი შეიცვალა, ოქროსფერია უკვე, მეტი იმას არ უნდა არაფერი და ეხლა ჩავყრი სტაფილოს, წარე წიწაკას, დაფნის ფოთოლს და უკვე დავახურავ თავზე და გავაგრძელებ, დაუწევ, რა თქმა უნდა, არსად არ მეჩქარება და ეს ყველაფერი უნდა ჩაიშუშოს, დაბალ ცეცხლზე დავუწევ ცეცხლს, დავახურებ და კარგად რო ესე ასილამაზია, ნახეთ, კარგად რო ჩაიშუშება, მერე დავასხავ პომიდორს, იმედია ეს ქვაბი მეყოფა 1-8 ლიტრიანი კი არის და წესით უნდა მეყოს. ახლა ამას დავახურებ თავსახურს და მერე უკვე დავასხავ ჩვენ დაბლინდერებულ პომიდორს და რა თქმა უნდა იმასაც გაჩვენებთ, ყველაფერს გაჩვენებთ. ნახეთ, სტაფილუმაც უკვე როგორ შეიცვალა ფერი, უკვე მიხვდებით, როდის უნდა ჩაასხათ პომიდორის. აი ნახეთ, უკვე ფერი შეიცვალა. სტაფილოა ესე მოგრძო ნაჭრებად დავჭერი, აი შეეცადეთ, რომ ლამაზი იყოს თქვენი კერძი, ნახეთ როგორი ლამაზია. მოგრძო ნაჭრებად დავცალ და ამას მეტი აღარ უნდა ეყოფა უკვე, თავისი კარგად ჩაიშუშა და ეხლა უკვე დავასხავ ჩემ დაბლენდერებულ პომიდორის წვენს, ნახეთ. კარგად. თან ერთი პორცია არის 5 კილოსი და ძალიან მარტივია, 5 კილოზე რო აკეთებ, ხო? მარტივია, დიდია სახლისისთვის, რა თქმა უნდა. სოფლებში რო აკეთებენ, ერთად მეზობლები რო შეესევია, 5-10 ქალი, ეგ სხვა ამბავია, დედა როგორ მიყვარდა სოხუმში, დედაჩემი რო აკეთებდა, ესე სამეზობლოში, დედა რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. მორჩა. ეხლა შეგვიძლია ცოტა აუწიოთ და დავახუროთ. 20 წუთი უნდა ითუხთუხოს და დაგიბრუნდებით. დაახლოებით 25 წუთი დუღდა. ნახეთ? და ეხლა უკვე ბულგარული, რომელიც ესე მოგრძო თითის ზომაზე დავჭერი, ესე ჩავაკრე. სულ ბოლოს, სადღაც 20 წუთი უნდა, იმიტომ რომ არ უნდა ჩაიქაშოს ეს ბულგარული და მერე გავუკეთებ, როგორც გითხარით, შაქარს, მარილს, მიური მაქვს დაჭყლეტილი, აი ბოლოს უკვე და იმას ვიზამ, რა ქვია. ძმარს ბოლოს კიდე 5 წუთი, ეს არის აი უძველესი, არანაირი ბებიაჩემის და არანაირი, ეს არის ჰუნგრული კლასიკური ძალიან მაგარი რეცეპტი. უგრეთ შევიდრებული ბები არ ხო. იმის რეცეპტია, მართლა მაგარი რეცეპტი. მარუსა ბაბა რო ყავდა. ძალიან მოგეწონა. ძალიან მოგეწონა. კარგად ეხლა ამასაც რო ამოურევ, კაია ქვაბში რო ჩამეტია, სანდრა 5 კილო არის, აი ესეთი პორცია რა, გემრიელად რო კეთდება და დაგიბრუნდებით მე რომ 15 წუთში დაგიბრუნდებით, ყველა ინგრედიენტს გავუკეთებ და ქილებში ჩავასხავ. აი ესე გამოიყურება ჩემი ლეჩო, ეხლა დავაყრი შაქარს, რა თქმა უნდა. და კიდე გავაგრძელებ თუშვი. ამული კარგად უნდა ჩავთუშო, აი ჯერაკლია, ნახეთ, ხო ხედავთ? როგორი ლამაზია, ნახეთ. თქვენ შეგიძლიათ ფერებში იყიდოთ ბულგარული, მე რაც მქონდა ბულგარული, იმით ნახეთ როგორი ლამაზია, მაგრამ ჯერ კიდევ აკლია, ყველაფერი აქ ამას დაფნა, პილპილი, შავი მსხვილი პილპილი, ნახეთ როგორ გამოიყურება რა ლამაზია, ეხლა კიდე კარგად ამას 20-25 წუთი. თქვენ თვითონ მიხვდებით რომ მზად იქნება, მერე ბოლოს დავუმატებ აქ ჩანაყული ნიორი მაქვს. მარილი, კარგი ძმარი მაქვს, კიდე ერთი 5 წუთი წამოვადუღებ და უკვე სტერილურ ქილებში გავუშვებ. არანაირი სუნელი, მერწმუნეთ, არანაირი სხვა ამას არაფერი არ უნდა. ეს არის ნამდვილი უნგრული ლეჩოს რეცეპტი, უგემრიელესია. მიყარხართ.
ნახეთ, უკვე თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ ჩვენი ლეჩოც მზად არის. ეხლა აუცილებლად უნდა გავუკეთო მარილი. მიური. მიური სულ რაღაც 7-8 კბილი მეტი არის. ნახევარი თავი მეტი არ უნდა. კარგად ამოურევ. ზეთი. ვაიმე უკაცრავად ძმარი. კაი ძმარი. გადასარევი ძმარი გავუკეთე. კარგად ამოურევ. 5 წუთი. კიდე 5 წუთი და გაჩვენებთ ქილებში როგორ გადავანაწილებ. აი ისეთი სურნელი ტრიალებს სახლში და ისეთი რეცეპტია. ეს არის კლასიკა. ძალიან მოგეწონებათ. და ქილებში რო გადავიტან, მე რა თქმა უნდა შევფუთავ კარგად დილამდე და ზამთარში გავხსნი, მიყვარხართ. ეს პროცესი მიყვარს ყველაზე ძალიან რა. თან უნდა ამოურიოთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს და აი ესე ჩაასხავ ქილებში. აი ოცოს ხათო შენი მარჯვენა, რა მაგარია, რა გემუაკ ხალხო, გავსინჯე. ძალიან გემრიელია და გადავანაწილებ ესე ქილებში და გაჩვენებთ როგორი ფერია, როგორი სილამაზეა, ну აი არ ვიცი რა, ძალიან კარგია.